ხო, ესეც ასე უკვე მეორე ფლაგმანი smartphone-იც ვიხილეთ და სახელწოდებიდან მიხვდებოდით, რომ OnePlus 13-ზე მექნება დღეს საუბარი. Smartphone-ი, რომლის დიზაინი მომწონს ეკრანი, მომწონს წარმადობა, მომწონს ასევე ელემენტი და ხო, უკვე ყველაფერი გაიგეთ, რომ smartphone-ი ძალიან მომეწონა. მოკლედ დღეს მოდი ვილაპარაკოთ OnePlus 13-ზე და OnePlus 13R-ზე. R-ს მოდი ცალკე გადავდებ, იმიტომ რომ ძირითად ნაწილში მაინც მინდა OnePlus 13-ზე ვილაპარაკობ და დიზაინით დავიწყებ საუბარს, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული და გამორჩეული დიზაინი აქვს და მე როცა ვიძახი, რომ გამორჩეული დიზაინი აქვს, თქო, მე მგონი ხვდებით იმას, რომ ჩემს ხელში ძალიან ბევრმა smartphone-მა გაიარა და აი ესეთი ერგონომილობის მქონე smartphone-ი მე მგონი პირველად მიჭირავს. ანუ თითქოს ერთი შეხედვით და ოთხკუთხედი კანტები აქვს, მაგრამ ეს კანტები არის მორკალური, ცოტათი კუთხეებში და იგივენაირად მე წინა და უკანა პანელი არის ძალიან ცოტათი მორკალური. შესაბამისად, არ ვიცი, აი ძალიან განსხვავებული smartphone-ის დაბეჭდილებას ტოვებს და ჯერჯერობით არც ერთ სხვა smartphone-ს არ ვამსგავსებ და ვერც მივამსგავსებ ვერანაირად. თან პარალელურად ეს ალუმინის კანტია ზოგადად, რომელიც ასევე თან რაღაცნაირად ტექსტურირებულია და ხელში საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს და იგივენაირად უკანა პანელიც დაბურულია. აქაც ტექსტურა აქვს თავისი, ესეც ძალიან სასიამოვნოა და ისიც მომწონს, რომ ანებეჭდები არ რჩება, თან შავი ფერია და მოკლედ საცხოვრებლო ბონუსია. კამერის ნაწილში უკვე ნაცნობი კუნძული გვაქვს ზოგადად, აქვე რა თქმა უნდა Hasselblad-ის ბრენდინგი გვაქვს, ამაზე უკვე კამერაში მოგიყვებით და მთლიანობაში რო ვთქვათ, დიზაინის ნაწილში მომწონს. ძალიან სასიამოვნო დიზაინი აქვს, ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება და ხელშიც ჩემი აზრით ძალიან კომფორტულად თავსდება. ასევე აღვნიშნავ კიდე ერთ ფაქტს, რომ აქვს ეგრეთ წოდებული ხმის სლაიდერი. აი ესე, შეგვიძლია ერთი პატარა მოძრაობით ან ხმა გავთიშოთ, ან ვიბრაცია ჩავრთოთ, ან ხმა ჩავრთოთ, გამორთოთ. ხო, მივხვდით, მოკლედ რაზე მაქვს საუბარი. მერე გადავდივარ წინა პანელზე, სადაც ზოგადად არის ეკრანი მორკალური, მაგრამ თვითონ პანელი არ არის მორკალური და ზევიდან რა შუშაცა აქვს, ეგ არის მორკალური. შესაბამისად, ეკრანი რო არ არის მორკალური, ეგ მომწონს და ისიც მომწონს, რომ შემთხვევით დაჭერები ფაქტობრივად არანაირი არ გვაქვს, ამიტომაც ამაშიც პლუს დაუწერ მოდი ამ ეკრანს. 6.82 ინჩიანი OLED პანელი გვაქვს ამაზე. Quad-HD პლუს გაფართოება აქვს, 1-დან 121-მდე გვითამაშებს განახლების სიხშირეს, ოღონდ ეს განახლების სიხშირეც საკმაოდ უცნაურად და საინტერესოა აქვს, რომ ელემენტი დაგვიზოგოს. ესე იგი, შეუძლია ეკრანის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა ჰერცების, ესე ვთქვათ, მორგება. ანუ მაგალითისთვის თუ ზევით გვაქვს ვიდეო გაშვებული, რომელსაც ჭირდება, რა ვიცი, 30 ჰერცი განახლებისთვის და ქვევით გვაქვს რაღაცა, რასაც სკროლავთ და როდესაც არ სკროლავთ ჭირდება 1 ჰერცი და როდესაც სკროლავთ ჭირდება 120 ჰერცი. აი მაგის აკეთება შეუძლია, ანუ ცალკეულ ეკრანის ზონაში შეუძლია სხვადასხვა ჰერცების გამოყენება. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად მუშაობს ეს ყველაფერი სწორედ. შეიძლება უბრალოდ მარკეტინგულად დაარქვეს, მსგავსი რაღაც ფუნქცია აქვსო, მაგრამ რეალურად ალბათ მუშაობს, მაგრამ ელემენტის მუშაობის დროზე გეტყვით, რომ ძალიან კარგად მუშაობს. მაგალითად, ეხლავე მოგიყვებით წარმადობის მერე. მაგრამ თვითონ ეკრანზე ისევ და ისევ გეტყვით, რომ ძალიან კაი ხედვის კუთხეები გვაქვს, გარეთ ყველაფერი გარჩევადია, მშვენივრად ჩანს ყველაფერი. ჩემი აზრით, OnePlus-ის ეკრანები ყოველთვის კარგები იყო და ამ შემთხვევაშიც იგივენაირად ძალიან სასიამოვნო, ძალიან სწრაფი პანელია, ხედვის კუთხეები ძალიან კაი გვაქვს და საკმარისად კონტრასტული ეკრანია ისევ და ისევ. ორჩით ეკრანზე, ეგეც მომწონს. წარმადობის ნაწილში კიდე Snapdragon 8 Elite-ზე მუშაობს, რომელიც უკვე წლის ფლაგმანი ჩიპსეტია და მგონია, რომ ყველა ფლაგმანი smartphone-ი სწორედ ამ ჩიპსეტზე იმუშავებს. რაც ძალიან ლოგიკური და ძალიან სწორია. ჩიპსეტის ნაწილში გეტყვით, რომ უძლიერესი ჩიპსეტია და ყველაფერს რა თქმა უნდა უპრობლემოდ ქარჩავს. Throttling-ის ნაწილში კიდე ყველაფერი სტაბილურად არის პრინციპში, Xelodeon Gaming-ზეც ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს და ყოველდღიური წარმადობაც იდეალური გვაქვს ზოგადად ამ smartphone-ზე. თან ახალი Oxygen OS-ი აყენია, თან რა თქმა უნდა ბოლო Android-ზე მუშაობს, ყველაფერი ძალიან სწრაფია, ძალიან სასიამოვნო ანიმაციები გვაქვს და ისევ და ისევ აი OnePlus smartphone-ების რაც მომწონდა ყოველთვის, იყო მათი სოფტი და ეს სოფტი იდეალურად არის მორგებული ამ smartphone-ზე. შვენიერი ოპტიმიზაცია გვაქვს, ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა ისე და ისევ. არ ვიცი, ანუ თუ გაიხსენებთ ზოგადად ჩემს განხილვებს, OnePlus-ზე ყოველთვის ვიძახდი, რომ ძალიან სასიამოვნო დიზაინი აქვს, ძალიან სასიამოვნო ეკრანი აქვს, ძალიან სასიამოვნო ინტერფეისი აქვს და წარმადობა და იგივე სიტუაცია გვაქვს ზოგადად აქ. არაფერი არ შეცვლილა, ამ შემთხვევაში ყველაფერი ისევ ისე კარგად არის, რა თქმა უნდა. ელემენტი კიდე 6000 mAh-იანი გვაქვს ამ smartphone-ში, ანუ ფლაგმანში გვაქვს 6000 mAh. თან ახალი ტექნოლოგიის silicon carbon-ისგან არის დამზადებული და მოკლედ ელემენტზე შემიძლია თავმად გითხრათ, რომ საშუალო მოხმარებით ორდღიანი ელემენტი აქვს ძალიან თავისუფლად.
ანუ smartphone-ი ძალიან კარგად მუშაობს და აქტიური დღე რო ავიღოთ, სადაც ძალიან ბევრ ვიდეოს გადაიღებთ, ძალიან ბევრ ფოტოს გადაიღებთ, რაღაც 1 საათი, 2 საათი გეიმინგი იქნება და ამ შემთხვევაში კიდე ბევრი სკროლვა, მაშინ საღამოს ალბათ 25-30% კიდე იქნება დარჩენილი ამ smartphone-ზე. ანუ უმაგრესი ელემენტი აქვს, მაგრამ რო რამე და ვინმეს თუ არ გეყოფათ ეგ, მაშინ აქვს 100 ვატიანი სწრაფი დამუხტვის ხარდაჭერა. სწრაფად დაიტანება ძალიან. ანუ მეტი არ ვიცი რა უნდა გინდა smartphone-ისგან. ანუ მუშაობს სწრაფად, გვაქვს ძალიან სწრაფი დამუხტვა, გვაქვს ძალიან კაი ეკრანი და გვაქვს მთლიანობაში სასიამოვნო დიზაინი და ძალიან კაი წარმადობა. ის და ისე OnePlus-ი ჩემი აზრით მოწოდების სიმაღლეზეა და რაღაც მომენტში როგორც იქნა, სხვა ფლაგმანებს უწევს კონკურენციას. და მივადექით ახლა იმ სუსტ ნაწილს და სუსტ წერტილს მოდი OnePlus smartphone-ების კამერებს. ხო, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, შეიძლება წინა smartphone-ებიც, OnePlus-ის smartphone-ები ფლაგმანებს უტოლდებოდნენ და რაღაც მომენტში წარმადობით იგივე დონეზე იყვნენ და ყველაფრით, მაგრამ კამერით ყოველთვის ჩამორჩებოდნენ და ამ შემთხვევაში მე მგონი მსგავსი სიტუაციაა. ხო, ანუ კი ბატონო, მოდი თავნებურად მივყვეთ. 50 მეგაპიქსელიანი მთავარი გვაქვს, 50 მეგაპიქსელიანი zoom კამერა გვაქვს 3x-ით და 50 მეგაპიქსელიანი ultra-wide გვაქვს, ასევე Hasselblad-ის ბრენდინგი აქვს სამივეს, ანუ Hasselblad-ის ფერის პროფაილი გვაქვს ეგრეთ წოდებული, ერთად არის შემუშავებული და წესით დარიგით უფრო უკეთესია, ვიდრე სტანდარტული, ზოგადად OnePlus-ის კამერები რო ავიღოთ. მაგრამ ჩემი აზრით, მაინც რაც არ უნდა იყოს, ცოტა ჩამორჩება, თუნდაც იგივე S25 Ultra-ს, თუნდაც ჩვეულებრივ S25-ს, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, რაღაც მომენტში არ მომწონს რომ ზედმეტად მეტი სიშარფე აქვს აკეთებული ფოტოებს, რაღაც მომენტში HDR-ი შეიძლება კაია, მაგრამ მაგ შემთხვევაში ცოტა ფერებს ურევს ხოლმე და აი მთლიანობაში რო ვთქვათ, კი, ესე ცალკეულად ძალიან კაი კამერებია სამივე ლინზა, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა კონკურენტებს ცოტათი არ იყოს და ისევ ჩამორჩება და არ ვიცი რატოა ესე. თითქოს წინაზე უკეთესი სიტუაცია ჰქონდა OnePlus 12-ში, მაგრამ 13-ში თითქოს და ისევ ისეთი სიტუაცია გვაქვს, როგორც გასულ წლებში იყო. აი ესე. მოკლედ, ეს იყო OnePlus 13 და მოდი ახლა ორი სიტყვით მაინც 13 R-ზე მოგიყვებით, რომელიც არის ამ smartphone-ის ოდნავ შემსუბუქებული ვერსია და რაღაცეებში შეამსუბუქეს, მაგრამ მაინც ესეც საკმაოდ საინტერესო smartphone-ი გამოგვივიდა. ესე იგი, დიზაინით რო ავიღოთ ეს smartphone-ი, ჩემი აზრით S25-ს გავს პირდაპირ ესე გეტყვით, იმიტომ რომ ეგეთივე კანტები აქვს, ანუ S25 Ultra-ს უფრო სწორად. ეს საკმაოდ დიდი smartphone-ია, 4-კუთხედი კანტები გვაქვს და არანაკლებ პრემიუმულია. OnePlus 13-ს რო შევადაროთ, აქაც ალუმინი გვაქვს, აქაც შუშა გვაქვს წინა და უკანა პანელზე, კომფორტული smartphone-ია ზოგადად და აქაც გვაქვს ეგრეთ წოდებული ხმის სლაიდერი. განსხვავება რო ავიღოთ ამ შემთხვევაში ეს smartphone-ი Snapdragon 8 Gen 3-ზე მუშაობს, რომელიც ერთი შეხედვით გასული წლის ჩიპსეტია და მაგრამ ფლაგმანი ჩიპსეტია, ამიტომაც წარმადობა რო ავიღოთ, იგივენაირად ძალიან კაი გვაქვს. Gaming-ი თუ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში ყველაფერი სტაბილურად არის და ყოველდღიური წარმადობაც იგივენაირად ძალიან კაი გვაქვს, ყველაფერი სწრაფად მუშაობს, ინტერფეისიც უსწრაფესი და იგივენაირად ულამაზესია. განსხვავება ასევე გვაქვს ეკრანის ზომაში, იმიტომ რომ ცოტა უფრო პატარა 6.78 ინჩიანი ეკრანი გვაქვს ამ smartphone-ზე, აქაც რა თქმა უნდა OLED პანელია, ესეც LTPO პანელია და 120 გვითამაშებს განახლების სიხშირეს. ამ შემთხვევაში ძალიან კაი კონტრასტული ეკრანია, მშვენიერი ხედვის კუთხეები აქვს, ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი გარეთ. ელემენტი ამ შემთხვევაში გვაქვს ისევ 6000 mAh-იანი უბრალოდ 80 ვატით იმუხტება და არა 100 ვატით და კამერებს რაც შეეხება გვაქვს 50 მეგაპიქსელიანი მთავარი, 50 მეგაპიქსელიანი 3x-ი და 8 მეგაპიქსელიანი ultra-wide გვაქვს ამაზე და არ გვაქვს Hasselblad-ის ბრენდინგი, ამიტომაც ცოტათი მაინც განსხვავებული ფოტოებია და ამ შემთხვევაში როგორც არ არის ფლაგმანი smartphone-ი, აი ზუსტად ეგეთი ფოტოები აქვს ამასაც. ანუ ნორმალური ფოტოებია, კაი HDR-ით, კაი ფერებით და მთლიანობაში ხო, ანუ კონკურენტებს რო შევადაროთ, პრინციპში მსგავსი ფოტოები გვექნება ამ smartphone-ზე. აი ესე. მე მგონი უცებ შევეხი ამ smartphones, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ეს უფრო მთავარი ტიპია საბოლოო ჯამში. მთლიანობაში თითქოს ისეთი review გამომივიდა, რომ ძალიან ვაკებ ამ smartphones და ყველანაირად მაგარია, ყველაფერში მაგარია თქო, მაგრამ როგორც კი გამოვიყენე, ეგრევე მაგას მივხვდი, რომ მართლა, აი, რაც ვილაპარაკე, ზუსტად ეგეთი smartphone-ია. კაი ეკრანით, კაი წარმადობით, მშვენიერი ელემენტით და ძალიან საინტერესო დიზაინით. აი ესე. დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ახალ OnePlus 13 და 13 R-ზე და დაგემშვიდობებით და ჩვენ რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ახლა